მე საქართველოში 10 ადამიანიდან 6 უკვე მიიჩნევს, რომ მეტი ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში და მმართველობით პოზიციაზე. რა თქმა უნდა, ეს შედეგი არ მოუტანია ერთ დღეს ამ თემაზე საუბარს და ერთ დღეს იმის გაღმოვანებას, რომ ქალები უნდა იყონ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს იყო ხანგრძლივი და ასე ვთქვათ, ნაბიჯ გაწეული შრომის შედეგი და დღეს უკვე მივახციეთ იმას, რომ საზოგადოება მზად არის იმისათვის, რომ მეტი ქალი მოვიდეს მმართველობით ფუნქციების განსახორციელებად. მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებამ თვითონმა ჩვენთაგანმა არ უნდა შევწყვითოთ მოთხოვნა ქალების გააქტიურებასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მოთხოვნა, ჩვენ თვითონმა ჩვენგანმა უნდა გავწვეთ სერიოზული ძალისხმევა იმისათვის, რომ ქალები გამოვიდნენ სახლებიდან, ქალებმა დაიკავონ მამაკაცის თანაბარი პოზიციები საქართველოში. შესაძლოა ჩვენ შვილებს უყვართ დედები და ყველა შვილს უყვარს დედა, მაგრამ შვილები ამაყობენ საკუთარი წარმატებული დედებით და მივცეთ ჩვენ შვილებს შესაძლებლობა, რომ იამაყონ ჩვენით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წარმატებული დედაც და მამაც არის წარმატებული შვილის საწინდარი. ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩემი მოგონილი, ეს არ არის ვიღაცის ახირება, ეს არის მსოფლიოს მიერ შესწავლილი და ერთხელ და სამუდამოდ წერტილ დასმული საკითხი. იქ სადაც ქალი ისეთივე წარმატებულია, როგორც მამაკაცი, საზოგადოება გაცილებით უფრო წინწასული წარმატებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ვინც მისმენს, ვინც მიყურებს, ვინც ჩემთან მიცნობს, ვინც არ მიცნობს და საერთოდ ყველა ადამიანი ვინც ფიქრობს ქალთა გაძლიერებაზე, მან არა მარტო უნდა იფიქროს, მან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგეს ამისათვის. კონკრეტული ნაბიჯი კი არის კონკრეტული საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობა, კონკრეტული ქმედების განხორციელება შენს ირგვლივ. შეიძლება დაეხმარო მეზობელს, შეიძლება დაეხმარო ნათესავს, შეიძლება დაეხმარო საქმის გადაწყვეტაში თანამშრომლს. თავარია ის, რომ ვიყოთ აქტიურები და ეს აქტიურობა მოგცემს აუცილებლად შედეგს თითოეულ ქალს და ჩვენ გაცილებით მეტი ვიქნებით ხვალ და გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით ხვალ და ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერ სახელმწიფოს შევიდეთ. ჩვენ ქალები ყველანი ერთად.